კიდევ ერთხელ მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას და პირდაპირ ეთერში შემოგერთდეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც ლიზა კვესელავა ვუძღვები. ჩვენ გადაცემაში მნიშვნელოვან აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ ხოლმე და კვირის განმავლობაში რაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თემები პრინციპში ვაჯამებთ ხოლმე. დღესაც სწორედ აი ამ საკითხებზე ვისაუბრებთ და ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი იქნება პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაჟა პერიძე. მოგესალმებით, ბატონ ვაჟა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი რითაც საუბარი ალბათ უნდა დავიწყოთ, ეს არის ის თემა, რომელზეც მთელი კვირის განმავლობაში და ბოლო დროს აქტუალურად მიმდინარეობს საუბარი, მიმდინარეობს ჩვენი საფუძვლიანი ეჭვები და ასე ვთქვათ მოლოდინი იმის თაობაზე, რომ შეიძლება ვიზა ლიბერალიზაცია დაკარგოს ჩვენმა ქვეყანმა, რომელიც არის მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ თავად ქართული ოცნებაც 2017 წელს, როდესაც ამას ვზეიმობდით, გვეუბნებოდა ამას, რომ ეს იყო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო, ასე ვთქვათ, სტაბილური განვითარების გარანტი. დღეს კი ვხედავთ მათ შეცვლილ რიტორიკას, ვხედავთ მათ დამოკიდებულებას ამ თემასთან დაკავშირებით და ისინი გვეუბნებიან, რომ დღეს ევროკავშირი მოითხოვს მათგან, ასე ვთქვათ, სტაბილურობის დარღვევას და სწორედ აი ამას გულისხმობს ვთქვათ ის, რომ ქართულმა ოცნებამ შეიცვალა რიტორიკა და ისინი ამბობენ, ჩვენ არჩევანი გვიდგას, ან სტაბილურობა და უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის, ან ვიზა ლიბერალიზაცია და ჩვენ ამ შემთხვევაში ვიჩევთ სტაბილურობას და ეს არის ჩვენი არჩევანი. გუშინ გააკეთა პრინციპში ასეთი ტიპის განცხადება კობახიძემ და ამიტომ ვსაუბრობ აი ამ თემაზე. თქვენი შეფასება როგორია აი ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და კაია კალასის განცხადება, რომელმაც დაადასტურა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მაგიდაზე დევს სწორედ ესეთი განხილვები და სწორედ იმის თაობაზე შიში საფუძვლიანია, რომ სავიზო რეჟიმი შეიძლება შეუწყდეს საქართველოს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. თავისთავად ცხადია, რომ ვითარება ქვეყანაში არაორდინალურია, თუმცა იმ ჰორაციუსის არ იყოს არაფერი გაიკვირო, ნილად მირარეო გითხრა ჯერ კიდევ როდის და აქედან გამომდინარე ახლა მართალი რო გითხრათ, ბოლო 35 წლის და შეიძლება მეტის 40-ის მოვლენები ჩვენს თვალწინ ვითარდება და იმდენი ალოგიკური და იმდენი უსაფუძვლო, იმდენი დამანგრეველი რა მოხდა ამ ქვეყანაში, რომ კიდევ რომ ჯერჯერობით ვართ დამოუკიდებლები, თავისუფალი ქვეყანა, ესეც ალბათ ღვთისასწაულია. რამდენადაც ჩვენ თავის დროზე არაერთ გზის ვთქვი მე, რომ კაცობრიობის განვითარების ლოგიკა ისეთია, ყველა იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულმა ქვეყანამ უნდა დაასაბუთოს, რომ არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და არსებობის შემძლე სუბიექტი ისტორიის. ეს იყო ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული ქვეყნების შემთხვევაშიც და ყველა სხვა იმპერიების სხვათა შორის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ, რამდენიმე ერი ჩვენ სომხები და კიდევ რამდენიმე ძველი და დიდი ისტორიისა და სახელმწიფოებრიობის მქონე ხალხები ვართ, ჩვენც უნდა დავამტკიცოთ, რამდენად ლოგიკურია ჩვენი დამოუკიდებელი განვითარება. ეხლა ამას სურვილების დონეზე, დეკლარაციების დონეზე, სუფრებთან საზღეგრძელოებით ყოველთვის ვადასტურებთ, მაგრამ ჩვენი ქმედებები არის ნაკლებად საფუძვლიანი. ეხლა იმაზე საუბარი, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება სერიოზული დარტყმა ქვეყნისთვის, მისი მოსახლეობისთვის, ამაზე მე მგონი ჩვენ არ უნდა ვიმსჯელოთ. მართალია ბატონმა ირაკლი კობახიძემ პრემიერმა ჩვენმა, რომელიც არის საკმაოდ განვითარებული, განსწავლული, გონიერი ადამიანი, ბრძანა, რომ ეს არ არის ეგზისტენციური საკითხი. ეს ეგზისტენციური საკითხი არ არის ზოგადად საქართველოს არსებობისთვის, ისიც ჯერჯერობით, მაგრამ ეს არის ეგზისტენციური კრიზისის წინაპირობა. ეგზისტენციური კრიზისი პიროვნებისთვისაც და ერისთვისაც ნიშნავს არსებობის საფუძვლების მოშლას და ცხოვრების რეალიების მიუღებლობას.
დეპრესიას, რომელიც ინიციატივოს და უილაჯოს ხდის ადამიანს. ამიტომ შეიძლება არ არის ეგზისტენციური საფრთხე, მაგრამ არის ეგზისტენციური კრიზისი წინაპირობა. ბევრი ადამიანისთვის ახლა წარმოვიდგინოთ ჩვენ ადამიანები, რომლებიც შრომობენ სხვადასხვა ქვეყანაში, თქვათ ჩვენი ქალბატონები დამლაგებლებად, იქ მომლელებად და ასე შემდეგ, სტუდენტები, რომელიც მიდიან, კი ბატონო, ასე ვთქვათ, უვიზო ვიზის მეშვეობით მოგზაურობა შეიძლება, ეს ტრაგედია არ არის, უბრალოდ დიდი ნერვები ჭირდება და დიდი დრო, მაგრამ სერიოზული პრობლემა. რეპუტაციული დარტყმაც არის ჩვენი ქვეყნის. რეპუტაციული დარტყმა მაგალითად შემცირებას გამოიწვევს, როგორც ეკონომისტები საუბრობენ, ტურისტული ნაკადის შემცირებას გამოიწვევს და ზოგადად ეკონომიკაზე აისახება უარყოფით. კი, როგორ არა, გამოიწვევს, ბევრი უარყოფითი აკლავს თან ვიზა ლიბერალიზაცია არის მიღწევა, ეს იყო ქართველი ხალხის მიღწევა, ყველა ხელისუფლების მიღწევა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან აი მომენტამდე როცა მივიღეთ ჩვენ ეს ასე ვთქვათ ვიზა ლიბერალიზაცია, ეხლა ეს არის ასეთი მნიშვნელოვანი საარსებო საკითხი. მეორე მხრივ, ევროპელებმა რო არიციან ჩვენი ეთნოფსიქიკა, ჩვენი დამოკიდებულება პრობლემების მიმართ, ჩვენი იმპერიების შემადგენლობაში ყოფნით გამომუშავებული იმუნიტეტი და ჩვენი ხასიათი, რომ რაც უფრო მეტია ზეწოლა, გამოწვეული იმით, რომ ის ძლიერია, ის არის ასე ვთქვათ გამგებელი შენი ბედის ამ ეტაპზე, შენ თუ ზურგი შეგაქცია რჩები პირისპირ რუსეთთან, რაც ხელსაყრელი შენთვის სულაც არ იქნება, რაც არ უნდა კულუარებში მიმდინარეობდეს დღევანდელ ხელისუფლებასა და რუსეთის გარკვეულ წრეებს შორის მოლაპარაკებები, რომ აი თუ ორბიტას შევიცვლით ჩვენ შეიძლება ტერიტორიულ მთლიანობაზე ვიმსჯელოთ და თქვენ იმსჯელოთ აფხაზებთან და სამხრეთელ ოსებთან ერთად, რაც არ უნდა ასეთი რამ ახდეს ამას, ეს სერიოზული დარტყმა, მაგრამ მეორე მხრივ შანტაჟია. ანუ ის გეუბნება, რომ თუ შენ ისე არ მოიქცევი, როგორც მე მინდა, მე ვიზა ლიბერალიზაცია შეგიჩერებ. ეს გამოიწვევს, არ ვიცი, სერიოზულ რეაქციას თქვენ საზოგადოებაში, წესით და რიგით უნდა გამოვიდეს ხალხი ქუჩაში და საბოლოო ჯამში მიაღწიოს ხელისუფლების ანგზით შეცვლას. ეს თავისთავად ცხადია, რომ ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, ვერ იტყვი, რომ ეს სხვა რამეა, მაგრამ მეორე მხრივ ის პოლიტიკაც, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების მიერ ტარდება ევროკავშირთან მიმართებაში, არ იმსახურებს შექებას. ის არათანმიმდევრულია და არ ვიცი რა შეიძლება გახდეს იმის გამომართლებელი, რომ აი 35 წლის განმავლობაში ჩვენ თანამშრომლობდით სტრატეგიულ პარტნიორებად ვაცხადებდით შტატებს და ევროკავშირს და შემდეგ ეს ურთიერთობა მოიშალა და ამის მიზეზად ახლა ასახელებენ ფინანსური რესურსების გაკონტროლების თაობაზე კანონს და LGBT თემის ასე ვთქვათ შემზღუდავი კანონის არსებობას, რაც ორივე თავისთავად ეს შემზღუდავი არ არის და ის კიდე არ არის ასე ვთქვათ ფინანსური ნაკადების გაკონტროლება თუ არ ხდება ხელისუფლების მიერ, მაშინ ქვეყანაც არ არსებობს, ამას თვითონ აკეთებენ და შენ გეუნებიან რომ არ გააკეთო ეს. აქ არის ლოგიკა, მე ვხედავ ამ ლოგიკას, რომელსაც არავინ არ საუბრობს, იმიტომ რომ ის გეუნება რომ მე ამ ფულს იცი რატო გაძლევდი შენ, იმიტომ რომ რუსეთს შენი თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებელი არსებობა არ უნდოდა. დაგსაჯა მან და ოკუპირებული აქვს 20% ტერიტორიის. შენ რომ შეგძლებოდა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება შენი ტრადიციული ეკონომიკური პარტნიორის და იმ იმპერიის წიაღიდან გამოსული რო ხარ, რომელმაშიც შეშექმენი ქართული სახელმწიფო ფაქტობრივად ფერფლიდან აღადგინე, იმიტომ რომ გიორგი ბრწყინვალეს მერე ერთიანი საქართველო ჩვენ ფაქტობრივად არ
გქონია, ვიდრე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ანექსიის შედეგად არ შევედით. შენ აღადგინე ფაქტობრივად და გაერთიანების საფუძველიც არასდროს არ იყო, გარდა ერთი იყო ბაზალეთის ომის წინ, რომელსაც არავინ არ იხსენებს რატომღაც და მეორე იყო ერეკლე მეორის დროს და რომელიც თქვათ იქ მისმა მეუღლემ შეაფერხა და შეაჩერა. და ამ პირობებში შენ გინდოდა რომ მოგხმარებოდი და მე თოთ არასამთავრობოებებს ვეხმარებოდი რომ სოციალური ფონი გამეუმჯობესებინა და პროგრესის მიმართულებით მიმდინარე ასე ვთქვათ პოლიტიკური ნაკადი გამეძლიერებინა რომ რუსეთს მარტო დასავლეთს არ აყავს აგენტურა საქართველოში მختارობის შეფასება ფაქტობრივად აგენტურა ის არასამთავრობო სექტორი მისი ნაწილი ყოველ შემთხვევაში მაინც მაგრამ რუსეთსაც ყავს თავისი აგენტურა ის ახალ აგენტურაზე ფულსაც კი არ ხარჯავს იმდენად უზრუნველყოფილია ამ ხრივ და ამ აგენტურების შეჯიბრში რომ ქართველი ხალხის სურვილი თქვათ ყოფილიყო უფრო ცივილიზებულ დასავლეთთან უფრო სოციალურად დაცულ არეალთან და მასაც ეცხოვრა ერთ დროს შამპუნით მორეცხილი ქუჩების პირობებში ხო კეთილდღეობაა ახლა ჩვენთან შედარებით რა თქმა უნდა ევროპაში აი ეს რო ყოფილიყო და მე ამიტომ გეხმარებოდი შენ მაგრამ როცა დამჭირდა უკვე და როცა ხალხმა თქვა რომ ეს ნაკადების გაკონტროლება აუცილებელია, რომ ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვა აუცილებელია და როდესაც ეს აღმოჩნდა მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელი, ასე დროს უკვე შენ ეს გამოიყენე შანტაჟის საშუალებად, რომ აი თუ რასაც მე ვიტყვი და როგორც მე მინდა იმ ძალას თუ არ აირჩევ ხელისუფლებაში, მაშინ მე აღარ დაგეხმარები და გამოგაცხადებ ტრად და მოგწევ საშინელებას. ეხლა მე არ მინდა დავთარსო ჩვენი საზოგადოება და კიდე მოევლება უვიზო რეჟიმს, მაგრამ SWIFT-დან გათიშვას რა შეიძლება? მინდოდა მეკითხა, თუ კი ადრე ევროპა ჯანსაღი გარემო, უკეთესი მომავალი, შრომის უკეთესი პირობები და შრომაზე დაფუძნებული ეკონომიკა იყო, მაგალითად კობახიძისთვის მე მისი სიტყვები ამოვიკითხე, ახლა ასე საუბრობდა ის 2017 წელს ვიზა ლიბერალიზაციის მიღების დროს. ახლა ევროპა არის ძალა მისთვის, რომელიც აშანტაჟებს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ვთქვათ უსაფრთხოებას ურღვევს და ასე შემდეგ. რა შეიცვალა რეალურად და ჩვენ როდესაც უკვე ფაქტის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვიცით დოკუმენტი, რომელიც ჯერ ფაქტიურად არ გასაჯაროებულა, თუმცა ვიცით მისი შინაარსი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ბუნებრივია იცის და გადმოგზავნილია მასთან. კაიაკალასის თქმით, აი აქ არის ჩადებული რამდენიმე პუნქტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ უნდა შეასრულოს 31 აგვისტომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვასთან ერთად თქვენც ახსენეთ და მეც დავამატებთ SWIFT-დან გათიშავენ საქართველოს და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ალბათ თითოეული ადამიანისთვის, ხომ? თუ კი ვთქვათ, ვიღაცას შეიძლება სამოგზაუროდ არ უნდა წასვა და ამას ასე აღიქვავს ვიზა ლიბერალიზაციის თემას. SWIFT-ის თემა არის ბევრად უფრო მეტად საყურადღებო, იმიტომ რომ აქ თითოეული ადამიანის საბანკო სისტემაზე არის საუბარი და იმაზე, რომ მაგალითად გადარიცხებზე და იმაზე, რომ მაგალითად ჩვენი უამრავი ემიგრანტი განსაკუთრებულად მაწუხებს ხოლმე მათი პრობლემები, უბრალოდ ოჯახებს თანხასაც კი ვერ გამოუგზავნიან ასეთ პირობებში. აი ეს რამდენად არის აღქმული საფრთხის დონეზე? ეგ სერიოზული საფრთხეა, ნუ ეხლა ჩვენი უცხოეთში ყოფი მოქალაქეები როგორმე ასე ვთქვათ ნაღდი ფულით გადმოვლენ. ნუ ესე როგორმე რაღაცა იქნება, მაგრამ რეალურად მე მაინც მხოლოდ დავაფიქსირე პრობლემა, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება გამოყენებული იქნა საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ასე და არ შევედი განხილვაში, სიღრმეში. რატო? იმიტომ რომ ასეთი განცხადებები აძლიერებს პანიკას მოსახლეობაში, პანიკურ განწყობებს ქმნის, რაც ჩვენ სახელმწიფოებრიობას სხვათა შორის არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების არ წაადგება. მაგრამ აქ სხვა თემა არის მნიშვნელოვანი. ეხლა თქვენ ბრძანეთ და სწორად შენიშნეთ, რომ სხვადასხვა იყო ბოლო წლებში, თქვათ, პრემიერის განცხადებები, სხვა ლიდერების განცხადებები, ქართული ოცნების
ფაქტობრივად მაინც აქვე დავაფიქსიროთ, რომ აბსტრაჰირება არ გამოგვივიდეს რეალობიდან, რომ მაინც ეს ყველაფერი არის ივანიშვილის მიერ განსაზღვრული პოლიტიკური კურსი, ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიერ, ხელისუფლების მიერ ფაქტობრივად ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება. არ არსებობს, თქვათ, რაღაცა დაუშვათ შეხედულებები, რომელსაც მდინარაზე გაატარებს დაუშვათ. ირაკლი კობახიძეს მეტი ავტონომია აქვს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მაგრამ ისიც ასე ვთქვათ უთანხმებს ყველაფერს პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. ეხლა საკვირველი რატო არ არის, რაც თქვენ ბრძანეთ? იმიტომ რომ ბისმარკის მიყვარს ბისმარკის მოშველიება ამ დროს ის ამბობდა, რომ ყველაზე უკეთესი პოლიტიკა, სტრატეგია გახლავთ პოლიტიკასა და დიპლომატიაში მერყეობის სტრატეგია. იმიტომ რომ სიტუაცია აქ გულისხმობდა ბისმარკი იმას, რომ სიტუაციები სწრაფად იცვლება და პოლიტიკოსებმაც უნდა შეცვალონ თავის შეხედულებები და რაღაცა აკვიატებული ორთოდოქსული მიდგომები ერთხელ და სამუდამოდ მოცემული ხედვებისთვის არ უნდა კონდეთ. მაგრამ ამაზე ბისმარკზე ადრე გაცილებით ჩვენი პოლიტიკოსები რასაც აკეთებენ, იმაზე ქართულმა კაცმა თქვა, აბა ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო. აი ესეთია ჩვენი პოლიტიკოსების ასე ვთქვათ, საქმიანობის მთავარი პრინციპი. რატო არის ეს ასე? აქვე ჩვენს პატივსაცემ მაყურებელს შევახსენოთ. ეს იმიტომ ხდება, რომ აი არაერთ გზის ვამბობ მე და რა თქმა უნდა მე ისეთი ავტორიტეტი არა ვარო გარკვეულმა გავლენიანმა ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ. ხალხი არის გაყვანილი პოლიტიკიდან. ხალხი არის კვერის დამკვრელი, როცა დასავლეთმა მათ შორის, რომელიც ეხლა აგრესიულია გარკვეული თვალსაზრისით, გადაწყვიტა, რომ ქართულმა ხალხმა შეცდომა დაუშვა, როცა აირჩია ზვიადგამსახურდია და ეროვნული მოძრაობა მრგვალი მაგიდა საქართველო და შეიცვალა ეს წყობილი. ამის შემდეგ არ აქვს იმედი, რომ ქართული ხალხი პოლიტიკურად წინიერ გადაწყვეტილებას მიიღებს და ნებისმიერი მომდენო ხელისუფლება უბრალოდ ეკითხება ხალხს, თქვენ რა სიტყვით, აი ეს რო იყოს, მაგალითად შევარდნაძე, ქვეყნის ლიდერი, მერე რო იყოს მიხეილ სააკაშვილი, რო იყოს ბიძინა ივანიშვილი. რეალურად ჩვენ ასეთ მდგომარეობა გვაქვს, რომ ხალხი არ არის პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრელი. უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველ ხალხს რა ურჩევნია ვიზა ლიბერალიზაცია თუ ის ორი კანონი ფინანსებზე და უმცირესობებზე. ეს თვითონ არის არამართლზომიერი დაყენება საკითხის. ეს ხომ არ არის ფარი, რომელსაც იფარებიან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქართველ ქართულ საზოგადოებას განთქმულს თავის პრინციპულობით, ეროვნულობით, ფესვების სიყვარულით, ამავე დროს ტოლერანტობით, პროგრესზე ორიენტირებულობით, ჩვენ ქართველები დაპყრობილები ვიყავით თუ თავისუფლები, ვიყავით პროგრესის მხარეს, ხვალინდელი დღის მხარეს და ამით გადავრჩით. თორემ გამოქვაბულში რომ დარჩენილიყავით, რისკენაც ბევრი ექსტრემისტული ძალა დღეს მოუწოდებს და ექსტრემისტი პიროვნება ისეთი რესპექტაბელური იერით შევიდეთ უკან დავბრუნდეთ გამოქვაბულში, ეს გამოსავალი არ არის. ამიტომ ხალხი უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ხელისუფლებაში. სხვათა შორის არც ის არის გამორიცხული, რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთჩვენი ერთ დღეს გადაწყვიტოს, რომ პროევროპული მიმართულება იმის გამო რომ და ჩამოთვალოს რაღაც პუნქტები, ჩვენთვის უკვე მიუღებელია და ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ რუსეთის ორბიტაზე. ეხლა თუ ხალხმა ეს გადაწყვიტა, ცალკეული თუნდაც გმირები ამას ვერ შეცვლიან, მაგრამ ეს ვინ უნდა გადაწყვიტოს? ვიღაც გავლენიანმა ადამიანმა, ვიღაც ავტორიტეტმა, თუნდაც მულტიმილიონერმა, თუ ეს უნდა გადაწყვიტოს ხალხმა. აბა სოციოლოგია სად არის?
ჩვენ ვიცით ხალხის განწყობა, არა, რატო სოციოლოგია საქართველოში მოკვდა. ბატონო, აი ამ კრიტიკულ მდგომარეობაში, როდესაც აი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა უკვე ჩვენი ქვეყანა, თქვენ როგორ გგონიათ 31 თქვათ აგვისტომდე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ოცნება? ჩვენ ბუნებრივია არ ვიცით იქ რა პუნქტებია ჩადებული, თუმცა ერთი პუნქტის შესრულებამაც კი შეიძლება საფუძველი გამოიწვიოს იმისა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. მაგალითად, იმის რომ თქვათ ჰუმანური დამოკიდებულება ქონდეთ იმ დაჭერილ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც სასამართლო პროცესებსაც ვადევნებთ ჩვენ თვალს, ან მაგალითად არჩევნების თემასთან დაკავშირებით. ბევრი საკითხია და ბევრი თემაა, რომელზეც თქვათ აი ამ პუნქტებში არის. რაიმე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით ფიქრობთ თუ არა, რომ ქართული ოცნება წავა თქვათ დათმობაზე, ან გადახედავს, ან საუბარს მაინც დაიწყებს თქვათ ვინმესთან. აი ასეთი მოლოდინი თუ გაქვთ თუ უბრალოდ გგონიათ, რომ უშუალოდ ვიზა ლიბერალიზაციის თემის გაგრძელება იქნება ის, რომ თქვათ უფრო შეჩერებისკენ წავიდეს პროცესი. არ მგონია, რომ ქართული ოცნება და ბიზინა ივანიშვილი რამე შესulis მათ მიერ წარმოებულ პოლიტიკაში. კატეგორიულად გამორიცხავ ამას, იმიტომ რომ ტანამძღვრები ამას ისეთი ქონდა და შედეგები ისეთი აქვს, რომ ისინი ამაზე ვერ წავლენ. უკვე ეს რუბიკონი გადალახულია, წილი ნაყარია, დაპირისპირება ევროკავშირთან სახეზეა, კომპრომისი ან ერთი ან მეორე მხრიდან უკვე შეუძლებელია. შესაბამისად, უნდა დავაფიქსიროთ ჩვენ რაღაც დამკვირვებლები ვართ, მე და თქვენ როგორც ჟურნალისტი და მე როგორც საზოგადოებაცოდნე, რომ რევოლუციური სცენარი ოპოზიციის და დასავლეთის ხარდაჭერილი ძალების ჩავარდა, ეხლა აუცილებელია შემოდგომის მომზადება მათი მხრიდან ოპოზიციას გულისხმობ და ახალი ძლიერი საპროტესტო ტალღის გამოწვევა. რამდენად იქნება ეს საკმარისი, თქვათ, ვიზა ლიბერალიზაციის თემა იმისთვის, რომ ჩაიშალოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ან სერიოზულად მოირყეს მისი ლეგიტიმურობის ხარისხი, ამას აჩვენებს სექტემბერი. სექტემბერში ჩვენ საინტერესო პერიოდი გველის და რეალურად მე მაგალითად როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაიწყოს საერთო ეროვნული დიალოგი. ის რომ მე მართალი ვარ და ის მტყუანია, იმიტომ რომ არ შეეფერება ჩვენს მეობას, ეროვნულ ინტერესებს, თვითშეგნებას, ეს არ არის საკმარისი და არა მარტო ივანიშვილისთვის შეიძლება ცუდად დამთავრდეს ეს პროცესი, არამედ ქვეყნისთვის და ეს არის სავალალო, იმიტომ რომ თვით ამ კაცს ივანიშვილს, რომელმაც ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყანაში, შეიძლება ეს ყველაფერი წყალს ჩაეყაროს. თუ ეს პროცესი დიალოგი არ წარიმართა საზოგადოების ჩართულობით. აბა თქვენ როგორც პროფესიონალი ბუნებრივია ადევნებთ თვალს, თქვათ სახელმწიფო არხებს, ოპოზიციურ არხებს. თქვენ იქ თვალსაზრისების შეჯერება თუ გინახავთ ბოლო ალბათ 2 წლის განმავლობაში არ არსებობს ესეთი რამე. იქ არის მონოლოგები და იქ არის პროპაგანდისტული ნარატივი ერთი მხრის და მეორე მხრის და თავიანთი მომხრეების გამხნევებასაც ვერ აღერხებენ ამ ნარატივით. განასვლად იმისა, რომ ეთერები გახსნან განსხვავებული თვალსაზრისისთვის. ეხლა ჩვენ როგორდემდე უნდა უყუროთ ამას. აი თქვათ ასეთი პირობითი ჩვენს პატრიცემულ მსმენელს და მაყურებელს მინდა უთხრა, რომ აი ეს პირობითი სიტუაცია, რომ კობახიძემ ბიძინასთან შეთანხმებით შესთავაზა კომპრომისი ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომელსაც თავის მხრივ დიდი პრობლემები აქვს შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, მაგრამ შევთავაზეთ გარკვეულ მოსაზრებებიდან გამომდინარე. თქვენ რა გონიათ, ივანიშვილს შეუძლია წავიდეს გარკვეულ კომპრომისზე ამ ხელმძღვანელობასთან ევროკავშირის, რასაც თვითონ უწოდებენ deep states და გლობალური ომის პარტიას, ეს კიდე სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს ვიმსჯელოთ დაწვრილებით. რა თქმა უნდა, არ შეუძლია ივანიშვილს, იმიტომ რომ ივანიშვილის აქტივები სად არის? ივანიშვილის აქტივების ბედი როგორია? გარიგება დასავლეთთან მას არ გამოუვიდა. არადა ის თავისი ქონება მას უნდოდა რომ ამ ქვეყნისთვის მოეხმარებინა, მაგრამ არ მისცეს ამის საშუალება. ეჭვი აქვთ რომ რუსული კვალია ოცნების უკან და ამის დასაბუთებას კიდე ის არ ცდილობს.
და ჩინეთის თემით გვამშვიდებს. რამდენად ეფექტურია ჩინეთის თემა? ეს სერიოზული თემაა და მაგალითად ვამბობ, აი კონკრეტული მაგალითი იქნება საინტერესო თქვენთვის, რომ აი დაუშვათ ანაკლის სპორტი. ამერიკელებმა გამოხატეს თანხმობა ანაკლის სპორტთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, დავაფინანსებთ და ერთად ავაშენოთ ანაკლის სპორტი. უკვე მიცემული აქვს ჩინელებისთვის ეს ბიზნეს და ხვალ ეთქვის ბიზნეს ჩინელებს, რომ არა ეს ვალდებულებებიც ახლავს. უკან დასახებებიც აღარ არის თქვენი თქმით, აი ამ გზაზე. ვალდებულებებიც არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ რო გვეხმარება ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩინეთი, მათ შორის ეკონომიკურად, ტვირთების გატარებით, ურთიერთობების პერსპექტივით, როცა შეგვრისხა დასავლეთმა ახალი დეტალები წამოვიდა წინა პლანზე, ხო? ეს ვალდებულებებია ორმხრივი და ასე ისა რომ მე გადაგაგდებ, ხვალ იმას გადავაგდებ, ასეთი რამეს უფლებას თავს ხოლმე ტრამპი აძლევს ახლა, ხო? აი ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებული უზარმაზარი პრობლემები რომელთაც მან თქვა რომ მე გავაკონტროლებ ზანგეზურის კორიდორს და ბოდიში როგორ გავაკონტროლებ ეს ხომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის თემა ესე იგი ერდოღანს უნდა გადააგდო რომელთანაც ალიანსი ჰქონდა რომ ალ-შარა დაგესვა სირიაში და იმის მეშვეობით გაკონტროლებინა სირია რას ნიშნავს ეს რომ ისრაელი ფაქტობრივად ამერიკის მოკავშირე და ერთი პირი აქვს მაგათ ყოველთვის და ერთი პოზიცია ურტყამს ალ-შარას რომელთაც ამერიკელები და ევროპელები პატიობენ ყველაფერს და ხელს ართმევენ ეს რეალურად ჩვენ ეს უნდა შევნიშნოთ ერდოღანის წინააღმდეგ მიმართული დარტყმა ერდოღანს ეუნებიან რომ შენ სირიაში ძლიერი ხელისუფლება არ უნდა გყავდეს რომელიც ყველა ტერიტორიას მთელ ტერიტორიას სირიის გააკონტროლებს მათ შორის ქურთებით დასახლებულ ტერიტორიას სადაც არის ნავთობით და გაზით მდიდარი საბადოები სადაც ამერიკული ჯარი დგას და დრუზების საცხოვრისი ეს ისრაელს აინტერესებს და ერდოღანს უკვე ეუნებიან რომ შენ არა შენ აქაც ჩვენ უნდა ვიყოთ და ეს ჩვენ ახლა შეიძლება გვესიამოვნოს გარკვეული ძალები ამ დაწესებულები არიან იმიტომ რომ რუსეთის გავლენა მართლა მცირდება რეგიონში მაგრამ ერდოღანისაც მცირდება ამერიკელების იზრდება და რა ბედიელის რეგიონს სადაც ამერიკის გავლენები იზრდება ვდგავართ სადაც აუცილებელია პოზიციონირება და მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის ძალიან მინდოდა რომ გაგვეგზავნებინა საუბარი თუმცა დროიდან გამომდინარე ამოგვეწურა დრო და ძალიან ბევრი საკითხი რომელსაც ვერ შევეხეთ თუმცა აუცილებლად აქვე ჩვენ დავგეგმოთ ერთი გადაცემა კი ბატონო ერთი გადაცემა სადაც ვსვლად ვისაუბრებთ ასეთ თემებზე მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის მაყურებელს შევახსენებ პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაჟა ბერძოქს სტუმრობდა არ გადართოთ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით გადაცემის მეორე ნაწილით